ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა კუბის ძალით დაკავების შესახებ, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ თეთრ სახლთან შეთანხმებაზე უარი თქვა. აშშ კუბის სანაპიროებთან ავიამზით აგზავნის, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დაიკავოს კუნძული. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქოს ხუმრობით განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო საზღვაო ფლოტი ირანიდან დაბრუნებისას კუბას შეეჯახება. მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის ავიამზიდი ჯერალდ ფორდი მართლაც სტოვებს ახლო აღმოსავლეთს რეკორდული 10 თვიანი მისიის შემდეგ. და სწორედ ეს ავიამზიდის ჯგუფი შეიძლება საბოლოოდ გაემართოს კუბისკენ. გარდა ამისა, ფლორიდაში კერძო ვახშმის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის დაუყოვნებლივ აიღებს კუბას კონტროლქვეშ და მიანიშნა სამხედრო ზეწოლის სცენარზე ავიამზიდის დახმარებით კარიბის ზღვაში. და რაც თავარია, ეს განცხადება გაკეთა იმავე დღეს, როდესაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას კუბის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მაშასე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის დაუყოვნებლივ აიღებს კუბას კონტროლქვეშ და მიანიშნა სამხედრო ძალით დაპყრობის სცენარზე ავიამზიდის დახმარებით კარიბის ზღვაში. სიტყვით გამოსვლა გაიმართა დახურულ ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზებული იყო კლუბ ფორუმის მიერ. ეს არის ადგილი, სადაც რეგულარულად იკრიბებიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ისეთი ლაქშერი ადგილი, სადაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე წინა დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აპირებს კუბის დაპყრობას. სიტყვის ტონი ესეთი იყო. ისეთი როგორიც ტრამპს ახასიათებს მსგავს გარემოში. ანუ ეს იყო ნახევრად მუქარა, ნახევრად შოუ, სანახაობა, რომ მოვალ და დავიფრობ. ტრამპის საკუთარი სიტყვებით ირანიდან დაბრუნების შემდეგ ის უბრძანებს მაგალითად ავიამზიდ USS აბრაამ ლინკონს, რომელიც სოფლიოში ყველაზე დიდია. კარიბის ზღვის აუზში ჩასვლას, დაახლოებით 100 მეტრში კუბის სანაპიროდან გაჩერებას და თითქოს ამის შემდეგ კუბელები იტყვიან ციტატა დიდი მადლობა ვნებდებით. და მისი თანაშემწეები რა თქმა უნდა ამცირებდნენ ამ გამოსვლის მნიშვნელობას. უწოდეს მას ხუმრობა, მაგრამ ეს განცხადებები ცარიელ ადგილზე არ გაკეთებულა. ისინი იმავე დღეს გაკეთდა, როდესაც თეთრმა სახლმა ახალი სანქციების პაკეტს მოაწერა ხელი. პარასკევს ტრამპმა გასცა განკარგულება ახალი სანქციების შემოგების შესახებ, რომლებიც მიმართულია კუბის მთავრობის ჩახშობაზე, რომელმაც 1 მაისს მოაწყო დემონსტრაცია კუნძულის სუვერენიტეტის დასაცავად და დაგმო სამხედრო აგრესიის მუქარები. ახალი სანქციების ზომები გაგრძელება იმ ზომებისა, რომელთა შესახებაც ტრამპმა იანვრის ბოლოს განაცხადა, როდესაც მან კუბაზე ნავთობის მომწოდებელი ქვეყნებისათვის დამატებითი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. დონალდ ტრამპის სანქციების ბრძანება ეხება ენერგეტიკის, სამთო მოპოვებითი და თავდაცვის სექტორებს, ასევე ფინანსური მომსახურების სექტორების სექტორს. ის ასევე მოიცავს შეზღუდვებს უცხოური ბანკების საქმიანობაზე, რომლებიც თანამშრომლობენ კუბის მთავრობასთან და აწესებს შეზღუდვებს მიგრაციაზე. კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელმა პასუხად ბლოკადა გენოციდად მოიხსენია, ხოლო კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა კოლექტიურ სასჯელად კუბელი ხალხისთვის. ანუ ისინი ამაზე მიუთითებენ, რომ ეს ხელისუფლებას კი არ აზიანებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს. როდრიგესმა ეს განცხადება დააკავშირა მასობრივ მიტინგთან, რომელიც კუბამ აშშ-ის საელჩოს წინ ჰავანაში გამართა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 84 წლის როდრიგესმაც. ასევე რაულ კასტრომ და დიას კანელმაც. მაგრამ გარდა ამისა, იცით, აქ სანქციების გარდა ისეთი საინტერესო და უცნაური მოვლენები ხდება, რომ შეიძლება ასე ვთქვა. რადგან იუწყებიან, რომ აშშ-ის ავიამზიდი ჯერალდ ფორდი საბოლოოდ ტოვებს ახლო აღმოსავლეთს რეკორდული 10 თვიანი მისიის შემდეგ. ეს იქნება შვება დაახლოებით 4,500 მეზღვაურისთვის 10 თვიანი სამსახურის შემდეგ. მაგრამ გამოიწვევს მნიშვნელოვანი ნაწილი ცეცხლის ძალის შემცირებას. ამ ფონზე, როცა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ჯერალდ ფორდი არის ერთ-ერთი 3 ამერიკული ავიამზიდიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. USS ჯორჯ ბუშთან და USS აბრაამ ლინკონთან ერთად. იმ დროს, როცა ის მოქმედებს წითელ ზღვაში, 2 სხვა ავიამზიდი არაბეთის ზღვაში იმყოფება და მონაწილეობს ბლოკადაში, რომელიც ირანის პორტებიდან ნავთობისა და საქონლის გადამზიდავ გემებს ეხება. და ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერ არ სახელდება. თუმცა წყაროების თქმით, გემი ვირჯინიაში უნდა დაბრუნდეს მაისის შუა რიცხვებში.
ანუ ფაქტობრივად უახლოეს მომავალში ის უკვე უნდა გავიდეს რეგიონიდან. მეორე მხრივ მისი განთავსება უკვე 300 დღეს აჭარბებს. ეს რეკორდული ვადაა თანამედროვე ამერიკული ავიამზიდებისთვის. ჩვეულებრივ ავიამზიდების განთავსება 6-დან 7 თვემდე გრძელდება, რათა ტექნიკური მომსახურების გრაფიკი დაცული იყოს. და აქ საინტერესო მომენტია. ჯერალდ ფორდი ნორფოლკიდან გავიდა 2023 წლის 26 ივნისს, რათა შეასრულოს მისია ევროპაში. შემდეგ იგი გააგზავნეს კარიბის რეგიონში, სადაც მონაწილეობდა ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტის ბლოკადაში და ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში იანვარში. შემდეგ მის სამსახურის ვადა გაახანგრძლიwes და გემი გადაიყვანეს ახლო აღმოსავლეთში, რათა დაეხმაროს ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. და ეხლა არ არის გამორიცხული, რომ ის ისევ გადაიყვანონ იმავე კარიბის აუზში, მაგრამ ამჯერად უკვე კუბის წინააღმდეგ. აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ რაც ხდება, ეს არ არის მოულოდნელი შემოbrunება. ეს არის სტრატეგიის დაჩქარება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა. წლის დასაწყისიდან კუნძულზე ზეწოლა გაიზარდა, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დამხობას, რომელიც ჰავანის ხანგრძლივი მოკავშირე და მისი მთავარი ნავთობის მომწოდებელია. დონალდ ტრამპმა უკვე გააფრთხილა კუბა, რომ ვაშინგტონთან შეთანხმების გარეშე ვენესუელიდან ვეღარ მიიღებს ვერც ნავთობს და ვერც ფულს და მოუწოდა მთავრობას მოლაპარაკებებისკენ, როგორც თავად თქვა, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. ამ ენერგეტიკულ ზეტოლას დაემატა განცხადებები ავიამზიდის შესახებ. სენატში კენჭისხრა კუბაზე შესაძლო სამხედრო ოპერაციების შეზღუდვების გაუქმების შესახებ. ესე იგი, უკვე არსებობს საკანონმდებლო ნებართვა ამ სამხედრო ოპერაციაზე. და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკ რუბიოს ბრალდება კუნძულზე უცხოური დაზვერვის პირველ რიგში რუსეთისა და ჩინეთის ყოფნაში. თებერვალში ტრამპმა უკვე დააყენა საკითხი, როგორც თავად ამბობდა კუბის მეგობრული შთანთქის შესაძლებლობაზე. თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა. ეს არის ფორმულა და საკითხავია, რამდენად შეესაბამება ის საერთაშორისო სამართალს. და მიუხედავად დაძაბულობისა, ორი ქვეყანა, კუბა და აშშ, ინარჩუნებენ დიპლომატიურ კონტაქტებს. კერძოდ 10 აპრილს ჰავანაში გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენელი და რაულ კასტროს შვილიშვილი. კუნძულზე მთავრობამ უკვე 100,000 ადამიანი მობილიზება მოახდინა. 1 მაისს აშშ-ის საელჩოს წინ მათ მიტინგი გამართეს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თითქოს სამშობლოსა და მშვიდობის დასაცავად 6 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც სიმბოლურად გადაეცა რაულ კასტროსა და დიას კანელს. თუმცა მოწინააღმდეგეები, რა თქმა უნდა, ეჭქვეშ აყენებენ იმ პირობებს, რომლებშიც ამ ხელმოწერების ნაწილი შეგროვდა. სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა უკვე რამდენიმე ქვეყანამ უარყო, მათ შორის გერმანიამ, რომლის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დიალოგზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ემხრობა. ანუ თუ ტრამპი აქაც სამხედრო ავანტიურაზე წავა, ისევ იტყვის, რომ ნატოს ქვეყნები არ დაუჭირეს მხარი. საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება, როგორ ამკაცებს ვაშინგტონი კონტროლს კუნძულზე, სადაც ისინი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცენ. ელექტროენერგიის გათიშვა, ელექტროენერგიის დეფიციტი და ენერგეტიკული ბლოკადა, რომელიც არანაირ ნიშანს არ აჩვენებს შესუსტების. აქ წერტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, ზარის ღილაკს დააჭირეთ და არ დაგავიწყდეთ მოწონება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ამისთვის კი არა, არამედ წელსაც კიევში. ამისთვის მადლობას გეტყვით. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლიერი ვიქნები თქვენ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობთ.